დავით მჟავანაძე, კოალიცია ცვლილების წევრი, რომლის კოალიციიდან ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც დაჭერილი არ არის, ის კორუფციის მკვლევარია ამავე დროს. კორუფციის მკვლევარი ქეთი ენუქიძე მოვა ჩვენთან სტუდიაში, ასევე როგორც მოგახსენეთ, გვექნება ჩართვა რუსთაველის გამზირიდან. სტუდიაში გვესტუმრება თავისუფლების მოედნის ლიდერი ლევან ცუცქირიძე, პოლიტიკოსი და თარგმნელი ხათუნა ცხადაძე. დავით, მოგესალმები, მადლობა ჩვენთან სტუდიაში მოსვლისთვის. შენ არაერთი წელია იკვლევ კორუფციას და ღიად საუბრობ ამ კორუფციის დეტალებზე. თავად ხარ წარმოშობით იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა უშიშროების ყოფილი მინისტრი გრიგოლ ლილუაშვილი, რომლის გარემოცვა ახლა დაკავებულია ანძებნაშია და თავად ლილუაშვილზე, როგორც სუსმა გითხრა და პროკურატურამ აღძრულია საქმე. რა ხდება ახლა ვანში, სად არის გრიგოლ ლილუაშვილი, რატომ გაქრა ის ველიდან და ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ბრალის და აღიარებული დანაშაულის შემდეგ რა ბედიელის გრიგოლ ლილუაშვილს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, აი ეს მთელი კორუფციული სქემები, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდით, კორუფციის მკვლევრების და ყველა ამ საქმით დაინტერესებული ადამიანი, უეცრად აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სიმართლე იყო, აბსოლუტურად ყველაფერი და თავად დაიწყეს აი ამ საქმეების გამოაშკარება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი არის ივანიშვილის პირადი კეთილგანწყობის დაკარგვა მისი ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, ამ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილის, ღარიბაშვილის და სხვების მიმართ, თუმცა აი ამ ყველაფერმა ძალიან კარგად წარმოაჩინა და კიდევ უფრო კარგად ვიდრე ჩვენ მქონდა ამაზე წარმოდგენა, თუ რამხელა კორუფციული იმპერიასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე, რომელიც ქართულ მოსნებამ შექმნა. და რატომ უჭირს ოცნებას ხელისუფლების დათმობა ასე, იმიტომ რომ იციან რომ ყველა გასხრილია დანაშაულს. აბსოლუტურად, მათი მთავარი იდეოლოგია ისედაც და ყოველთვის იყო აი ამ კორუფციის გზით საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნება, სხვა იდეოლოგია მაგათ არ ქონდა. პრორუსებიც კი არ არიან სინამდვილეში, მათთვის მთავარი პირადი კეთილდღეობა არის და ეხა კიდე კარგად გამოჩნდა რა მასშტაბზე არის საუბარი. გრიგოლ ლილუაშვილის შემთხვევაში გვაქვს შემდეგნაირი მოცემულობა, ამ კაცს დაუჭირეს ფაქტობრივად ყველა უახლოესი გარემოცვის წევრები. ან ძებნაში არის ეს ხალხი, ან დაუჭირეს და ამ ხალხის ასე ვთქვათ, აი ამ დაკავებების ფონზე კარგად გამოიკვეთა, მაგალითად ლილუაშვილის რამდენ ბიზნეს სექტორში ჰქონდა ინტერესები. საუბარია ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკს, ხო ესეა? უშიშროების მინისტრი. სულ პირველად დააკავეს ბიჭიკო პაიგიძე, უბრალოდ ბიჭიკო პაიგიძე მოასწრო გაქცევა, მაგრამ დააკავეს მისი კომპანიის სხვა წევრები. ეს კაცი არის ბიჭიკო პაიგიძე. ბიჭიკო პაიგიძე არის ცნობილი, ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როდესაც მან საკდრისი ააფეთქა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი კომპანია იყო ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ეს გააკეთა. ამის შემდეგ მან, როდესაც 2018-ში გახდა ლილუაშვილი სუსის უფროსი, ჯერ მოადგილე და შემდეგ უფროსი, მან მისი ტენდერების, ასე ვთქვათ, მოგების რაოდენობა გაორმაგდა და მაგალითად 2018-24 წლებში მისმა კომპანიამ 44 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ამ ფაქტების მხილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ არაფერი ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად არ ხდება. არასდროს არაფერი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი ახლა არის გამწყრალი ამ ხალხზე. რამდენიმე მიზეზით, ეგეც უნდა ვთქვა, ბევრი ვერსიები არის და ყველა ვერსია ფაქტობრივად ერთმანეთს ავსებს. ერთი ის, რომ ივანიშვილის თავად აქვს ფულის დეფიციტი, იმიტომ რომ გაყინული აქვს დასავლეთში აქტივები, კრედიტ სუისისგან ის თანხა ვერ დაიბრუნა. ვიც ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ის არის სანქცირებული ამერიკის ხაზინის მიერ, შესაბამისად ვერ განკარგავს მის ქონებას, ამიტომ ერთი არის, რომ ფულის დეფიციტი შეექმნა და დაერია იმ ხალხს. ვისაც ფული აშოვნინა, ახლა უკან მოტანას. მაგრამ ხო შეიძლებოდა ეს მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დაებრუნებინა. როგორც ჩანს არ შეიძლებოდა. იგივე ვანში არის შემდეგნაირი ხმა გავრცელებული. ბაჩვენოთ კადრები ვანიდან, შეიძლება რომელიც შენ გადაიღეს. ეს ბიჭიკო პაიგიძის სახლი არის, ხო, რომელიც ცარიელი არის ახლა, იმიტომ რომ რა ვიცი, თვითონ გაქცეულია და მისი ყველა ასე ვთქვათ ადამიანი არის ძებნაში და შევიწროების ქვეშ, ამ შემთხვევაში თავისივე რეჟიმის მხრიდან და ხო გრიგოლ ლილუაშვილზე საინტერესო ინფორმაცია ეს სხვა შორის ვანში, რომ ამბობს, რომ ის არ გადაიხდეს იმ თანხას, რასაც ბიძინა ივანიშვილი მას ევალება. და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ეს არის ბიჭიკო პაიგიძის კომპანია BP Trans-ის ტექნიკა, რომლითაც ის წლების განმავლობაში ვანში მოიპოვებდა იმ ქვაღორღს და ამით გაანადგურა ვანის ბუნებრივი რესურსები და არაერთი სოფელი და აი ამ კომპანიის მეშვეობით მან 44 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო გზების მშენებლობაზე. და ამ ტენდერების შემსყიდველი იყო ერთის მხრივ ვანის მერია და საკრებულო, რომლის საკრებულოს თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ხოლო მეორეს მხრივ გზების დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სადაც შემსყიდველი იყო გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარი და კურსელი ირაკლი ქარსელაძე. ანუ არ არის გამორიცხული შემდეგი დაკავებული ან შემდეგი საქმე იყო ირაკლი ქარსელაძე, რომელიც იყო ჯერ გზების დეპარტამენტის უფროსი, მერე ინფრასტრუქტურის მინისტრი და ის არის გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარი და უახლოესი ადამიანი, კურსელი არის მისი. ისევე როგორც მისი კურსელი იყო
კი ბატონო, ეს კაცი. ქართელაძეს ვხედავთ. ეს კაცი, რომელიც თავის დროზე პრემიერად განიხილებოდა და ეხლა სავარაუდოდ რომელიმე შემდეგ ბრიფინგზე მაშინ როცა ლილუაშვილი ჯერ კიდევ გავლენიანი მინისტრი იყო და ივანიშვილის კეთილგანწყობა ჰქონდა ამ ჯგუფს, ხო? ასევე მისი ეს თქო თვითონ არის მეჯვარი და მისი კურსელი იყო ვლადიმერ ხუნდაძე, რომლის ძმაც კობა ხუნდაძეს დაიჭირეს გუშინ წინ, ეს სამტრედიდან არის ეს ოჯახი, ეს არის ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე და ეს კაცი კურირებდა საბაჟო კონტროლს საქართველოში 2018 წლიდან დღემდე, აი რამდენიმე თვის წინ გადააყენეს ლილუაშვილის გაშვების შემდეგ და სწორედ აი ამ კაცის სახლიდან ამოიღეს $1,300,000 ოდენობის ქეში თანხა და ისიც უნდა ითქვას, რომ აი ამ კაცის ძმა, რომელიც ახლა დააკავეს კობა ხუნდაძის სახელზე 60 ბინა არის რეგისტრირებული. ნუ რამდენიმე არის კომერციული ფართი და ავტოფარეხი, მაგრამ უმეტესობა არის ბინა. რაც შეეხება სანდრო ლილუაშვილს. სანდრო ლილუაშვილი არის სულ ბოლოს დაკავებული, ესეც არის მის ერთ-ერთი გარე ბიძაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის. ეს კაცი ძალიან საინტერესოა, ეს კაცი 14 კომპანიას ფლობდა, მაქედან ნახევარი არის ნავთობპროდუქტების შემომტანი კომპანია, რომელსაც შემოაქვთ და შემოქონდა რუსული სანქცირებული ნავთობი მათ შორის ქვეყანაში და ისო საბაჟო კონტროლი გაევლო, ამას წეღან ხსენებული ვლადიმერ ხუნდაძე უზრუნველყოფდა, რომელიც საბაჟო სამსახურის უფროსი იყო. ხო, ეს სქემა ძალიან კარგად ლაგდება. ანუ ეს ივანიშვილის ხელდასმით აწყობილი სქემა არის თუ ლილუაშვილს ინდივიდუალურად ქონდა სახელმწიფო ამ ფორმით მიტაცებული? არა, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან შეთანხმებით არის, როგორ შეიძლება ამ რაოდენობის ასე ვთქვათ კორუფციულმაში იყო ჩართული სქემაში და ამდენ ბიზნეს სექტორში ქონდა შენი ინტერესი და ეს ივანიშვილმა არ იცოდეს. რა თქმა უნდა, ასე არის. რა თქმა უნდა, ასე იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში და ასე არის დღესაც კახაკალაძის შემთხვევაში, ბექაუდიშარიას შემთხვევაში, გოჩაინუქიძის შემთხვევაში. ეს არის სქემა, რითაც მუშაობს ქართული ოცნება. უბრალოდ ახლა ბიძინა ივანიშვილმა ამათი დასჯა გადაწყვიტა და რატომ გადაწყვიტა? აი სწორედ კითხვა აქეთკენ მიდის. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ახლა ღარიბაშვილის თავს, თუმცა მაინც თუ ეს ყველაფერი კეთდება იმის საპირწონედ, რომ ის უსამართლობა დააბალანსოს ივანიშვილმა, რაც ახლა თავისუფალ საზოგადოებაში მის მიერ არაკონტროლირებელ საქართველოში ხდება, გულისხმობ პროტესტანტ ადამიანებს, რომლებსაც იჭერენ ყოველგვარი ბრალდების და დანაშაულის გარეშე და თუ ნამდვილ დამნაშავეებს საკუთარი გუნდიდან ასე ექცევა, ჩვენ მაინც ვერ ვნახეთ სამართლიანი მიდგომა, იმიტომ რომ ვნახეთ ბიუჯეტის მძარცველი აღიარებული დამნაშავე ღარიბაშვილი, რომელიც სახლში გაუშვეს, ერთ კვირაში უნდა გადაიხადოს $1,000,000, მაშინ როცა მიტაცებულია ტყეები, კურორტები, მილიონობით ლარი, აღებულია მილიონობით დოლარის ოდენობის ქრთამი და $1,000,000 უნდა გადაიხადოს, მაშინ როცა უსასრულოა მისი გამდიდრება. როგორ შეიძლება $1,000,000 გადაიხადოს ქართველმა ჩინოვნიკმა, თუ ის არ არის აი ამ რაღაცა კორუფციულ უბედურებაში გახვეული, ხო, რაც აღიარა ღარიბაშვილმა ვარო და კიდე რაღაცა ყოყლოჩინობს. თითქოს კარგი ტიპი არის ამის გამო, რომ აღმოჩნდა, რომ ხალხს ფულს პარავდა, ხო ესეა. ეხლა ეს რაც ტარდება, ხო ეს რომ გამოუშვეს ღარიბაშვილი გარეთ და ეს სადამჟელო ოპერაციები და ბრიფინგები ყოველდღიური, რაც სუსი და პროკურატურა ატარებს, ეს რა თქმა უნდა შოუს ნაწილი არის, რითაც ივანიშვილი ერთის მხრივ ცდილობს ამ ხალხის გასცვლას და მაქსიმალურ დისკრედიტაციას, მეორე მხრივ ცდილობს ყურადღების გადატანას იმ დაკავებებისგან და რეპრესიებისგან, რაც ახორციელებს ყოველდღიურად. მესამე მხრივ ცდილობს აი ამ საერთაშორისო იზოლაციაში, რაშიც ქვეყანა მოაქცია, ამისგან ყურადღება გადაიტანოს. არაფერი აქ სასამართლო არ ფუნქციონირებს, არანაირი სამართლებრივი განხილვები არ ხდება. თუ დასწრები ხართ რომელიმე სასამართლოს, იქ აღმოაჩენთ და ყველა დამერწმუნება, რომ წინასწარ წერია რა უნდა წაიკითხოს მოსამართლე, უბრალოდ მანამდე შოუ გრძელდება რაღაც პერიოდის განმავლობაში. სავარაუდოდ ახლა ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიების გამოვლენა. აი ღარიბაშვილი ახლა $1,000,000 როგორ ვერ გადაიხდეს, $7,000,000 სახლიდან ამოუღეს, მასთან დაკავშირებული $7,000,000. $7,000,000 სახლიდან ამოუღეს, $1,000,000 გადასახდელი. ცხოვრება ხო მოიპარავ, ყველაფერს იკადრებ და მე უბრალოდ არაფრის ხურდა ფულით გამოგიშვებენ სამში. არასდროს და მაგიტო გამოუშვეთ. ვის შემთხვევაში არსებობს მიმავლის საფრთხე? 150 კაცი ყავთ ციხეში ჩასმული, პედაგოგები, შვილები, დედები, მამები და არავინ გაქცევას არ აპირებს, მაგრამ ყველა იქ დატოვეს. რა თქმა უნდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თვითონ ჩამოვიდა საქართველოში და არსად მიმალოს არ აპირებდა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 7 პიჯაკის და 1 პალტოსთვის ციხეში ყავთ უკვე მეოთხე წელი. ყველა სხვა პოლიტიკოსი, რომელიც არც არ გარბოდა პირიქით, ზოგიერთი თავისით მივიდა და ნიკამელია საერთოდ გაიტაცეს, ხო? რა თქმა უნდა, აბსურდია ეს ყველაფერი და ნუ ეს რაღაცა ივანიშვილი აი ამ რაღაცა შურისძიების აი ამ პროცესში უცებ გამოაშკარავდა რა ღრმა არის ეს კორუფციული სქემა. და საბოლოო ჯამში ხო აი ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პირობებში აი მაგალითად გახსოვთ ხო
გრეჩი ხას უცნობს ქონდა ადრე ის რომ არ აგარევინებთო ესეთი ტერმინით და აქციებს მართავდნენ. ეხლა ხომ მივხვდით რის არ არევინებაზე იყო საუბარი. აი ამ დაწყობილი სქემების, აი ამ კორუფციული სქემების, რითაც ასეულობით მილიონი დოლარი იშოვეს და ეხლა ამის ამოღებას ცდილობს ივანიშვილი, მაგრამ ქართველი ხალხი ისევ გამორიცხულია ამ ყველაფრიდან. ანუ ესე იგი ყობა ხუნდაძის სახლიდან $1,300,000 ამოიღეს და ნებისმიერი ქართული ოცნების ჩინოვნიკი ადგილობრივი სამტრედიაში ან ვანში მაცივარი რომ გამოაღო შეიძლება 2 დღის სამყოფი საჭმელი არ ქონდეს შიგნით საკმარისი ხო ეს ანუ თავად რამდენიმე საათის იცი ხო შესაძლოა ესე იყოს და ეს არის ამ სისტემა როგორც ვთქვათ განაწილებული აი ეს ადამიანები რომლებმაც გაღლიტეს ქვეყანა და გააღარიბეს და მეორეც რომ აი ეს რაღაცა ადამიანები რომლებიც არიან აი ივანიშვილის აი რაღაცა რეპრესიების ქვეშ მათ შორის ქართული ოცნების წევრები და ოჯახები კი და თქვენი კოალიციიდან მხოლოდ დღეს 2 ადამიანი დაიჭირეს ამაზეც გითხარით რამდენიმე სიტყვა გიგა ლემონჯავა სანამ დაიჭერდნენ პროპაგანდისტულმა არხებმა ქვეშ ჯერ ისინი დაიჭინასა ხო დაანონსებული წინასა გამოცხადებები გიგა ლემონჯავა დაიჭირეს ნათია ლეთოდიანი ბაჩო ქიმუსაძის ჩვენი პარტიის წევრი არის და ის ჩვენი ვანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ეს ვანელების დაკავება მოკლედ ძალიან ისე არის აქტუალური აღარ უნდა განვასხვაოთ ხო ბაჩო ქიმუსაძე ორი შვილის მამა იმიტომ დააკავეს რომ აი ეს კადრები არის იმიტომ რომ აქციაზე არის და აპროტესტებს ამას რაც მიუღებელი არის ხო ივანიშვილის რეჟიმი და მეორეს მხრივ აკავებენ ლილუაშვილს და მის გარემოცვას რომელმაც გაღლიტა და გააღარიბა ვანი უპირველესად რო იცოდეთ ვანში მოსახლეობა აი ამ მათი მმართველობის პირობებში 25% ჩემცრია და ვანის მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბაზაში არის რეგისტრირებული. აი ეს არის მდგომარეობა. როგორია თქვენი განცდან წინასწარი ინფორმაცია? ისე მოექცევა ლილუაშვილს როგორც ირაკლი ღარიბაშვილს, ანუ მას გადაახდევინებს ღიად და ფარულად და გაუშვებს სახლში თუ მაინც დაიჭერს, იმიტომ რომ დიდი ინფორმაციის მატარებელია გრიგოლი რუსი. თავად ლილუაშვილს რო დავესესხოთ, ლილუაშვილი დარწმუნებულია რომ დაიჭერს. შესაბამისად თანხის გადახდასაც მაგიტომაც არაპირებს და მაგიტომაც პრინციპში დააჭერინა ყველა ნუ ეს მე არ ვიცი საერთოდ რა შეჯდება რომ მისი გარემოცვიდან ყველა დააჭერინა და არ ვიცი რა საერთოდ რა სტრატეგია აქ არჩეული მაგრამ თავად დარწმუნებული არის რომ ის მას აუცილებლად დაიჭერენ თუ მას ხვალანზე რომელიმე ბრიფინგზე არ დაიჭერენ მას შეიძლება მანამდე დააკავონ ირაკლი ქარსელაძე ან კიდევ ვიღაცა მისი უახლოესი გარემოცვიდან თუმცა შემდეგი მაინც თვითონ არის რიგში და ივანიშვილი რა თქმა უნდა ამათგან ფულის ამოღებასაც შეეცდება და არც მათ თავისუფლებას არ მიანიჭებს და არ ეხა დღეს რო გამოუშვა ღარიბაშვილი ესეც პასპორტი ჩამოართვეს და პასპორტი ჩამორთმეული აქვს დიდი ხანია ამ კაცს ლილუაშვილსაც ლილუაშვილსაც აბა რატო ვერ გადიან ქვეყნიდან რომელი გაჩერდებოდა აქ ამ პირობებში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის ველოდებით თქვენგან ახალ საინტერესო სხვა ინფორმაციებსაც